მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღეს 17 მაისია და ეს დღე მოგეხსენებათ კათოლიკოს პატრიარქის მოცვა კურთხევით არის დადგენილი როგორც ოჯახის სიწმინდის დღე. ღმერთმა დალოცოს ყველა ოჯახი, ყველა მრავალშვილიანი თუ მცირერიცხოვანი. ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი სწორედ ოჯახების სიმტკიცეზე, ოჯახების სიძლიერეზე არის დაფუძნებული. ასეთი ებრაული ანდაზა არსებობს, ჩემი ოჯახი, ჩემი ციხესიმაგრეა. და ასეა, ეკლესიური სწავლებით მოგეხსენებათ, რომ ოჯახი ეს გახლავთ მცირე ეკლესია, მცირე მზე და ამ ეკლესიაში ოჯახის თავი მოგეხსენებათ არის მამაკაცი და ის უნდა უფლობდეს ოჯახში და განაგებდეს გონივრულად. ხშირად ეს სიტყვები ცოტა არ იყოს გაუგებარი რჩება გარკვეული ქალბატონებისთვის, იმიტომ რომ მათ არ იციან ამ სიტყვების შინაარსი. თუ კი ოჯახის თავი არის მამაკაცი, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, მამაკაცის თავი გახლავთ იესო ქრისტე, ხოლო იესო ქრისტეს თავი არის მამა ღმერთი. ეს ნიშნავს იმას, რომ მამაკაცი უნდა სიყვარულით ემსახურებოდეს მეუღლეს, სიყვარულით უნდა ემსახურებოდეს ოჯახის წევრებს, კი არ უნდა ბრძანებლობდეს, არამედ თავდაბლობით განკარგავდეს ოჯახის ამა თუ იმ საქმიანობას. რა თქმა უნდა, სიყვარულით, რა თქმა უნდა, ზრუნვით, თავდაბლობით და მაშინ უკვე აღარ გამოიწვევდა ეს სიტყვები რაღაც გარკვეულ გაღიზიანებას. დღეს ძალიან გვჭირდება მრავალშვილიანი ოჯახები, ძალიან გვჭირდება ახალი შექმნილი ოჯახები. სამწუხაროდ ძალიან ბევრ მამაკაცს ეშინია ოჯახის შექმნა, მას ეშინია გარკვეული სიძნელეების, მას ეშინია მომავლის და მე მინდა შეგახსენოთ ჩვენმა მშობლებმა როდის შექმნეს ოჯახები, როგორი გაჭირვება იყო იმ პერიოდში. მე ჯერა რომ ადრე უფრო მეტი გაჭირვება იყო, როცა ჩვენი მშობლები შეუგდნენ, ვიდრე დღევანდელ დღეს გახლავთ. ასე რომ ნუ შეგეშინდებათ, ჩემო ძვირფასებო, თუ ჩვენ არ გამრავლდებით, თუ ჩვენ დემოგრაფიულ პრობლემებს არ მოაგვარებთ, მალე ქართველები საქართველოში ვიქნებით უმცირესობაში. ეს შეიძლება ვინმეს გადამეტებულად მოეჩვენოს, მაგრამ ეს სრული სიმართლეა. ძალიან გვიჭირს ჩვენ შვილების, ასე თქვათ, შობა, გვეზარება, გვეშინია, როგორც აღვნიშნე, ხოლო ეს გამოიწვევს ძალიან შემცირებას ქართველი ერის. საქართველოში უკვე დიდი ხანია ასე თუ ისე არ გვყავს მრავალშვილიანი ოჯახები. მხოლოდ სასულიერო პირებს და სხვა ეროვნების ადამიანებს თუ იხილავთ მრავალშვილიანება. შეიძლება რაღაც გარკვეული გამართლებაც მოუძებნოთ ამ მდგომარეობას. ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ბევრი შვილი ყავს, ძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში ცხოვრობს და თქვენ იცით, რომ ნარიყალაზე უკვე 3 წლის წინ დაარსდა წმინდა ნიკოლოზის ფონდი და წმინდა ნიკოლოზის ფონდი თქვენი შემოწირულობით დამრეულის შეგროვილი გარკვეული ნობათით ეს ტანსაცმელი იქნება თუ გარკვეული საყოფაცხოვრებო ნივთები კვირის განმავლობაში ერთგზის მივდივართ და ვეხმარებით მრავალშვილიან ოჯახებს. ეს ძალიან ცოტაა, ეს ძალიან მცირედია და ჩვენ თუ გვინდა რომ ეს სიტყვები არ იყოს მხოლოდ ხმა ღაღადებლისა უდაბნოსაშინა და მარტო ასე თქვათ ქადაგების რანგში არ დარჩეს ჩვენი სიტყვები და ჩვენი მოწოდებები, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მრავალშვილიანებს. არა მარტო მრავალშვილიანებს, შეიძლება მრავალშვილიანი ოჯახი იყოს და სულაც არ იყოს გაჭირვებული და პირიქით სხვა ოჯახებს ეხმარებოდეს, მაგრამ ყურადღება არის აუცილებელი. ჩვენი ყურადღება, ჩვენი მოკითხვა, ჩვენი მათთან მისვლა და გვერდში დგომა. მე მჯერა რომ მსგავსი ფონდები ბევრი მრავლად შეიქმნება და ბევრი სასულიერო პირი გააკეთებს იგივეს, რასაც აკეთებს ჩვენი ფონდი და თქვენი თანადგომა. ეს არის აუცილებელი, ჩემო ძვირფასებო, სხვანაირად ჩვენი ქვეყნის მომავალი ვერ იქნება ნათელი, ვერ იქნება უფრო აღმატებული და უფრო კარგი და საუკეთესო
და ამიტომ მე მინდა რომ აი მრავალეროვნების ადამიანები, რომლებიც საქართველოში მრავლდებიან, მათ მივბაზოთ ჩვენ. კი არ უნდა გშურდეს და არ გძულდეს ისინი, არამედ როცა ვხედავთ, რომ ისინი ჩვენს მიწა-წყალზე მრავლდებიან და თითქმის უკვე ჩვენზე მრავლად არიან, ჩვენც უნდა გამრავლდეთ და მე ვფიქრობ, ამაზე ხელისუფლებამაც უნდა იფიქროს. ამაზე ფიქრობს პატრიარქი, ამაზე ფიქრობს ეკლესია და ზუსტად მაგიტომაც დაარსდა ეს დღე. არ გეგონოთ, რომ ჩვენ ვიღაც ცოდვილი ადამიანების გამო, ესე ვთქვათ, გამოვდივართ და ვზეიმობთ, რაღაც გაკვეული ჯიბრი შეიძლება ვიღაცამ დაინახოს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო დღევანდელ ჩემს დიალოგში, ჩემს საუბარში, რომ ეკლესია არის მისტიური სხეული ქრისტესი, ჩვენი ღმერთი არის იესო ქრისტე, რომელიც არის სიყვარულის ღმერთი და ეკლესია არ ებრძვის ცოდვილებს, ეკლესია ებრძვის ცოდვას და თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ ქვეყანას ნათელი მომავალი გქონდეს, ჩვენ თავში უნდა დავამარცხოთ ყველა ის ცოდვა, რაც ასე ნათლად არის ფეხმოკიდებული ჩვენში. ყველა ადამიანში არის ყველანაირი ცოდვა პოტენციურად და ასე თუ ისე გარკვეულ დროს გარკვეული ცოდვა მჟღავნდება. ასე რომ ნუ განვიკითხავთ ცოდვილებს, ნუ შევეხებით მათ ფიზიკურად, ნუ გავლახავთ, პირიქით მათ დავანახოთ ჩვენი ზრუნვა, ჩვენი თანადგომა, რომ ჩვენ მათზე ვლოცულობთ და ჩვენ არ გვინდა ვინმეს დაჩაგვრა, ვინმეს გალახვა, ვინმეს ცემა, ტყეპა, არა, პირიქით, ჩვენ გვინდა მათი განკურნება, იმიტომ რომ ისინი არიან გარკვეული მომაკვდინებელი სცენით დაავადებულები, არ ვასახელებ ამ ცოდვებს, თქვენი ეს ცოდვები ძალიან კარგად მოგეხსენებათ და ამიტომაც პატრიარქმა დღევანდელ დღეს დაადგინა ოჯახის სიწმინდის დღე, რომ აი ამ დღეს ჩვენ გამოვიდეთ, როგორც შეგვიძლია, ტაძარში შევიკრიბოთ, პარაკლისი გადავიხადოთ, ჩვენი ოჯახები დავლოცოთ და ადამიანებს არაფერი არ ვავნოთ, არამედ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით, ცხოვრების წესით, ოჯახის სიყვარულით დავანახოთ ყველას და მთელ მსოფლიოს, რომ ქართველები არა ვართ აგრესიული ხალხი, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, ჩვენ გვიყვარს ოჯახი, ჩვენ გვინდა გამრავლება და გახარება და არანაირი სიძულვილი, არანაირი ცოდვილების მიმართ არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ გძულს ცოდვა და არა ცოდვილი. მე მინდა კიდევ ერთხელ დავლოცოთ თქვენი ოჯახები, ვინც აპირებს ოჯახის შექმნას, ნუ გეშინიათ, აუცილებლად შექმენით ოჯახი, ოღონდ აუცილებლად მიდით მოძღვრებთან, გაიარეთ გარკვეული კონსულტაციები, შევადარიგებები მიიღეთ, ესე ბრმად, ნუ შექმნით ოჯახს, დაფიქრდით, ვისთან აპირებთ უღელში შეგმას, რომ მე მარტივად არ მოხდეს თქვენი ოჯახის დანგრევა, ასე ხდება სამწუხაროდ თანამედროვე რეალობაში და ასე რომ აღარ იყოს, გთხოვთ, როცა კურთხევა აიღეთ, კარგად გაიცანით ის ადამიანი, ვისთანაც თქვენ აპირებთ ოჯახის შექმნას და შემდგომში ეს გადაწყვეტილება გააცანით მშობლებს, მიიღეთ ლოცვა კურთხევა და იცხოვრეთ ბედნიერად. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ჩვენი ოჯახები დალოცოს და განსაკუთრებით დალოცოს მრავალშვილიანი ოჯახები. ჩვენთან არის ღმერთი.